იცით რა გოგოებო, დღეს თუ ვნახე ეს ახალი გოგო, ვუჩვენებ სეირს. ნასტია სკოლაში არ შეიძლება, რეპუტაციას გაინადგურებ. ხო, თუ გინდა რომ გაუმკლავდე, სკოლის უკან უნდა გააკეთო. მოიცადე და რა მოხდა? ნასტიას აის ახალი გოგო მოეწონა. იცით რა გოგოებო, აი ვხედავ რომ ყველასთან ყველაფერი კარგადაა, ჩემს გარდა, ჩემთან არის პრობლემები სულ. ნასტია, კარგი რა, ნუ გწყინს, დარწმუნებული ვარ, აისი შენ დაგიბრუნდება. დიანა, ამ ჩანთაში პარკში რა გაქვს? რა არის, რამე მოიტანე? არა გოგოებო, კავა უნდა წავიღო უკან. ახლა რას ვაკეთებთ? უნდა ვივარჯიშოთ. აბა, ხომ არ გვეთამაშა? წყვილები ერთმანეთის წინააღმდეგ. კოსტას და მე უფრო გვიყვარს ერთმანეთი, ამიტომ მოგიგებთ. მეჭვმეპარება, მე და დიმას უფრო გვიყვარს ერთმანეთი. აბა, დავიწყოთ თამაში. ხო, დავიწყოთ. საათისფერო. მეგობრებო, დღევანდელი გაკვეთილის თემა სოციალური ქსელები იქნება. მითხარით, რომლები იცით და რომლებს იყენებთ. მე TikTok-ი მომწონს, ძალიან კარგი ცეკვებია. მე YouTube-ი, ვიდეოებს ვუყურებ ხოლმე და ძალიან სახალისოა. მასწავლებელო მაიკ, მე არც ეც არ ვიყენებ. მე Instagram-ს ვიყენებ, მაგრამ დახურული პროფილი მაქვს. Snapchat-ი, მაგარი ფილტრები აქვს ძალიან. მე ვიყენებ, სახელი აღარ მახსოვს. კარგი, როგორც ხედავ, თინეიჯერები აქტიურად იყენებთ სოციალურ ქსელებს, მაგრამ თქვენი პროფილის ინფორმაციის დაცვა არ უნდა დაგავიწყდეთ. რატომ ჩემ პროფილს მაინც ვერავინ ვერ გადაეხავს, ძალიან კარგი პაროლი მიყენია. გამოვიცნობ 1 2 3 4 5. არასმაილ, ჩემი პაროლი სერიოზულია. მასწავლებელო მაიკ, გგონიათ რომ ნებისმიერ შეუძლია ჩვენი აკაუნთი დაჰაკოს, რაში სჭირდებათ? ხო, ასე ფიქრობთ, მაგრამ იცით ჩემი პროფილი რამდენჯერ გადაეხეს. კარგით მეგობრებო, ახლა თქვენ პროფილებზე ყველაფერი ვიცი და მინდა რომ ჩემი პროფილიც გამოიწეროთ. ვა, მასწავლებელ მაიკს გამომწერები სჭირდება. კარგი მეგობრებო, ერთ საიდუმლოს გეტყვით, მინდა რომ პოპულარული გავხდე. მასწავლებელო მაიკ, მე ეს უკვე ვცადე და შეუძლებელია. გამარჯობა მასკოტ. გოგოებო, გამარჯობა, ისევ დაუგვიანეთ, ვარჯიში 15 წუთის წინ უნდა დაგვეწყო. მორჩა, კარგი, ახლა დავიწყებთ და ჩვენი დაგვიანება პატარა საიდუმლოდ დაგვრჩეს. კარგით, გაემზადეთ. დავიწყოთ. G A M A R J J E E A გამარჯობა. ბანი საუკეთესოა. ბანი მაგარია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. G A M A R J E E A გამარჯობა. რაიან, რა თქვი, ვერ გავიგონე. აი, ეს მოკლედ სკოლაში მალე ყველა მოდური გახდება, სტილისტობის კურსზე ჩავეწერე და შეხედე რა მომცეს. მოიცა, ეს ბარბის გაზეთია? არა, ეს საუკეთესო მოდელების გაზეთია. მალე ყველა გოგო მოდური იქნება. კარგი რაიან, მოდაზე მე ვილაპარაკოთ, ახლა კლიენტები მყავს. აი, ის მინდა რომ შენც მაგარი გაგხატო, იმიტომ რომ ახლა არც ისე კარგად გაცვია. გამარჯობა, აი. გამარჯობა, პიცა რას მიირთმევ? კარგი, ლატე იყოს. კარგი, გასაგებია. კარგი, ახლავე, ისე როგორ ხარ, სკოლა როგორ მოგეწონა? ყველაფერი კარგად არის, ძალიან მომწონს ყველაფერი და მიხარია რომ შენ შეგხვდი, იმიტომ რომ შენს გარდა არავინ მესაუბრება. ვა, მაგარია, მიხარია რომ გაგიცანი. აი, ჩემი სპეციალური ლატე. ძალიან კარგი სუნი აქვს. დიმა, იქნებ რამე შეუკვეთო, ხედავ რომ აისი ახალ გოგოსთან ფლირტავება. ამას თვითონ მიხედავს, აის. მოკლედ ლეილა, უკვე ნაჭრებს ვაგროვებ, შეხედე რა ლამაზებია. ძალიან მაგარია. და ეს ძალიან მაგარია. ძალიან დელიკატურია. რაიან, ძალიან ნიჭიერი ხარ და მინდა რომ შენ ჩამაცვა. ხო, ეგ მეც მინდა. აი, ნაჭერი აირჩიე და მე შეგიკერავ კაბას. აი ეს, შესანიშნავი ფერია. კარგი, მაშინ ახლა ნაჭერია ვარჩიოთ და მე ყველაზე ძვირიანი კაბა გავაკეთოთ. ვაუ, რაიან, შემიძლია საათობით მოგისმინო ამ შენს მოდაზე რომ საუბრობ, ძალიან მაგარია. მოკლედ, აის, ერთი კაბა ვიპოვე ჩემთვის, ისეთი ლამაზია. მაგარია, ალბათ შენ ძალიან მოგიხდება. ხო, უბრალოდ ძალიან ძვირია და საკმარისი ფული არ მაქვს. საკმარისი არ გაქვს, მაინც რამდენი ღირს? უბრალოდ 5000, მაგრამ ძალიან მაგარი კაბაა. 5000, ეგ არაფერია, მიდი აიღე. მადლობა აის და შენი ყავა ყველაზე გემრიელია. ვახ, ეს კაბები 5000 რა ამბავია, იმედია კაბებს ყოველ კვირა არ ყიდულობს. კოსტა და კარინა, რას შევუკეთოთ? ვა, შეგვამჩნიე, კარინა, რას მიირთმევ? როგორც ყოველთვის 4 ყველის პიცა. აის, გაიგონე, პიცა. ლეილა, შენი ზომა რა არის, ელი თუ XL? რაიან, სერიოზულად, XS-ი. მაგარია, მაშინ ნაჭერზე ფულს დავზოგავ და მეტი აქსესუარი გვექნება. გამარჯობა, ბანი ჩილდერები ლაივში არიან. შეგიძლიათ ნებისმიერი კითხვა დაგვისვათ. უი, პირველი კითხვა მასკოტისთვის. მასკოტს ყავს თუ არა შეყვარებული? ჯერ არა.
მაგრამ მალე ეყოლება. ხო, ეს ჩვენი მასკოტია. ბავშვებო, უბრალოდ კალათბურთელებს ველოდებით და უნდა დავისვენოთ ახლა. ამიტომაც ჩავერთეთ ეს ლაივი. ხო. აი, კითხვა ჩემთვის. ტიმურს ხშირად რატომ არ უკოცნი? ყველაფერი პირადული რჩება პირადი. რომ იცოდეთ, საპირფარე შოუებში ხდება ხოლმე მსგავსი რაღაცეები, ამიტომ აქ არ ვისაუბრებთ. იცით რა, აისი საშინელი ადამიანია, ახალ გოგოს ეფლირტავება. ნასტია, ალაივში არ თქვა ეგ. არა, ყველამ გაიგოს, აისი ცუდი ადამიანია, ცუდი. ხო, რაღაც დრამა არის უბრალოდ. არა, აისი ცუდი ადამიანია, იმიტომ რომ პიცა არჩია ჩემს თავს. დიანა, ჩემთვის კითხვა არის? ბავშვებო, მერის დაუწერეთ კითხვა, ძალიან უნდა რომ გიპასუხოთ. ხო, ძალიან. მერი, ჯერ არ არის შენთვის კითხვები. ბავშვებო, დამისვით კითხვა. მერი, აი შენთვის არის ერთი კითხვა. რამდენი ხანია მაქსთან ერთად ხარ? ხო, მაქსთან ერთად. ვა, ძალიან დიდი ხანია. მერის ეგ არ ადარდებს. აი, ეს არის ჩვენი სპორტ დარბაზი ბავშვებო. აქ ველოდებით, კალათბურთელებიც აქ ვარჯიშობენ ხოლმე. მე შეყვარებულს ვეძებ. ხო, მასკოტს პირადში მიწერეთ, შეყვარებულს ეძებს. ხო, და ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩერლიდერებს ასეთი მაგარი ბიჭები გვყავს. აი, კიდევ რა გაჩვენოთ. ეს არის ჩვენი დასაფენები. თქვენ კარგი ბიჭები გყავთ, მე არა. ნასტია, საკმარისია. კარგი, კიდევ გოგოებო, გამარჯობა. და ხო ამიცით, ძალიან გვიყვარს შოპინგი და კაკაო და დონატები. ხო, დონატები ყველაზე მაგარია. ბავშვებო, იცით ვინ მოვიდა? კალათბურთელები მოვიდნენ. გინდათ ნახოთ სმაილი? არა, მე არ გადამიხოთ. კარგი ბავშვებო, ბოდიში სმაილს არ უნდა გამოჩენა. ერთი წუთით, სმაილ, რა პრობლემაა? რატო ცუდ ხასიათზე ხარ? გეულდებოდით. დიანა, ესე იგი ერთობით აქ ვარჯიშს უკვე მორჩით? თუ მთელი დღე ლაივში ხართ? სხვადასხვა სმაილ, კი, ვარჯიში გქონდა. უბრალოდ შენ გეულდებოდით. ხო, დიანას უნდა რომ მაღაზიაში გაყვე. ხო, კაბა უნდა დააბრუნოს. არა, საყვარელო, ვარჯიში გვაქვს, მე შევხვდებით. კნობა, შენი დაპირება ხო გახსოვს? მაღაზიაში წავხვალთ და დაბრუნდებით. ჯანდაბა არ მესმის, რანაირ ხასიათზე არიან. დიანა, არ იცი რომ ბიჭებს შოპინგზე წასვლა არ უყვართ. ხო, კარგი, წავიდეთ მაშინ. ჩქარა, წავედით. კარგად ბიჭებო, კარგად მასკოტ. მაგ ჩემ თავს არ ესრულო, შეიძლება დაისვაროს. და მაშინ არ დატოვო შენი რაღაცეები კალათბურთის მხარის. მაგს მასკოტს თავი დაანებე, ვარჯიში დავიწყოთ. ჯიჯი, ისევ დაგავიწყდა. ხო, პატრიკ, გჯერა, კიდევ დამავიწყდა.იანა, ხომ გიხარია ჩემს გამო? ლეილა, კარგი ქულა მიიღე? არა, მგონი რაიანს ახლა ჩემზე ქრაში აქვს. ლეილა, ძალიან ვიხარია. გოგოებო, რაიანს ჩანთაში წერილი ჩაბუგდე. რას გულისხმობ? პაემანზე დავპატიჟე. რა, გგონიათ დამთანხმდება? და წარმოიდგინეთ, თითქმის დაამთავრა უკვე ჩემი კაბა. არა, ბლონდი, არ დაგთანხმდება. რაიანი თითქმის 5 წუთია ჩემი შეყვარებულია. ეს გაიგე, წადი და იტირე ახლა. ბლონდი, ამიტომ გეუბნებოდით, რომ რაიანი შენი ტიპი არ არის. ჯანდაბა, კარგით გოგოებო, მოდით ჩქარა წავიდეთ მაღაზიაში და დავბრუნდეთ სკოლაში. მგონი ჯერ მასწავლებელმა იქ უნდა ვკითხოთ. ხო, წამოვკითხოთ. ჩერლიდერებო, სველი საფეთქი ხომ არ გაქვთ? არა, ჯიჯი, არ გვაქვს. მეგობარო, რა მერჩევა მომეცი, პაემანზე დავპატიჟო? არა, ლეილა, ასე ჩქარა არ გინდა. თვითონ დაგპატიჟოს პირველი, დაელოდე უბრალოდ. ჯანდაბა, ვერ დაველოდები, როდის დამპატიჟებს პაემანზე? არასდროს. კარგი, წავიდეთ კაფეში. ჯიჯი, მე რო გიყიდო რა მოხდება, ათამაშე პატრიკს. ჯიჯი, გთხოვ რა. არა, ბროგასტი, ჩემი პატრიკი ჩემთან ერთად მიდის ყველგან. კარგი რა, ახლა ჩემს საყვარელ თამაშს ვერ უყურებ. მასწავლებელო მაიკ, გთხოვთ, გაგვიშვით მაღაზიაში, უნდა დავაბრუნო ეს კაბა, 2 კვირა მქონდა დასაბრუნებლად და დღეს არის ბოლო დღე, 22000 დამიჯდა. გთხოვთ, გაგვიშვით, ახლოს არის ძალიან. ჩვენი პირადი მძღოლი წაგვიყვანს, გთხოვ. გოგოებო, დასვენებაზე წასვლას და წამოსვლას ვერ მოვასწრებთ. მართალი ხართ მასწავლებელო მაიკ, მაგრამ გაკვეთილის ნახევრამდე მაინც დავბრუნდებით. გოგოებო, არ ვიცი უნდა გაგეშვათ თუ არა. გთხოვთ, მასწავლებელო მაიკ, 22000 დამიჯდა. აღარ ჩავიცვა მაკავას არასდროს. უნდა დავაბრუნო. კარგი, მაგრამ ვიცოდეთ, ინგლისურზე არ დააგვიანოთ. მადლობა, მასწავლებელო მაიკ, აუცილებლად დავბრუნდებით. ხო, დღეს გავყიდე 2 ვარდისფერი და 2 ლურჯი კავა. ხვალ მომიტანეთ, იმიტომ რომ გასაყიდი აღარ დამრჩა საერთოდ არაფერი მაღაზიაში. გამარჯობა მია, უნდა დავაბრუნო ეს კაბა, ფული ძალიან მჭირდება. გოგოებო, აბა ვის გინდათ? აი ეს. ნასია, დაწყნარდი.
გოგოებო, ეს მაისური მოგწონთ? აუ, ძალიან ძვირია. არა, არ მივიღებ მაგკაბას, უკვე მე-14 დღეა. ზუსტად, მე-14 დღეა და არა მე-15, ამიტომ ფული დამიბრუნე. შეგიძლია 30,000 მომცე 32,000-ის ნაცვლად, არ არის პრობლემა. კარგი, მაჩვენე რა მდგომარეობაშია. მია, სერიოზულად, ერთხელ მეცვა ვალენტინობის დღეზე, იდეალურ მდგომარეობაშია. ვა, ნახეთ რა მაგარი სვიტრია, ზუსტად დიანასნაირი, ძალიან მინდა. შეამოწმე ფასი? უი, ხო, აღარ. აუ, ძალიან მაგარი კაბებია. კარგი, ამას აუცილებლად ავიღებ. რა? პიცა? რატომ ყვირი, ხო, პიცა და მე შევამჩნიე ეს პირველი, მე ვიღებ. რა? არა, ჯერ აისი წამართვე, ახლა გინდა რომ ეს კაბაც წამართვა? იცი რა, აის მე მოვეწონე, იმიტომ რომ შენაირი ისტერიკული არ ვარ, გესმის? რა თქვი? რომ მე ვარ ისტერიკული? რა ხდება, ნასია? ნახე, პიცა არის, უნდა რომ აიღოს ჩემი კაბა. ნასია, დაწყნარდი. დიანა, უბრალოდ არავის არ უთხრა რომ ეს კაბა დავიბრუნე, კარგი? კარგი, ხო. გოგოებო, შეგვიძლია წავიდეთ, დავიბრუნე ფული, დავბრუნდე სკოლაში. ნასია? მოიცადე პიცა. იცი რა, საერთოდ ეს საიდან მოიტანე? აი, ჩემი შეყვარებულია და მე მხვდება, მაგრამ ახლა მე ვუყვარ ვარ. ნუ იტყვევე პიცა, აი ეს არ მოსწონს პირსინგიანი გოგოები. ნასია, დაწყნარდი. რატომ არის აქ? ის არა პიცა და მოვედი, იმიტომ რომ აისმა ფული გამომატანა რომ მეყიდა კაბა. გოგოებო, ეს გაიგეთ? იტყუები. აი ეს ჩემთვის ფული არასდროს მოუწია და შენ მოგცემდა ფულს? ხო, აისმა 5,000 მომცა. არა გოგოებო, შეუძლებელია, არ მჯერა. ნასია, გაჩერდი. ნასია, რას აკეთებ? მაღაზიაში ვართ. გამარჯობა, პოლიცია? ხო, მაღაზიაში ჩხუბია და გოგოები არიან. გოგოებო, ნასია დააწყნარეთ. ნასია, გაჩერდი. ნუ მეუბნებით რომ დავწყნარდე. მის მინემია გაუქმე ეგ ზარი. ნასია ახლა დაწყნარდა, უბრალოდ თავისი მეტოქის გამო შეშფოთებული იყო. შეგიძლია გააუქმო. ნასია, შვიდად ხარ? კი, გოგოებო, დავწყნარდი. მორჩა, გამიშვით. სად არის პიცა? სად წავიდა? ნასია, გაჩერდი. დაწყნარ, შენი მეგობა ერთვარენ პოლიცია კი არა, ამ მაღაზიის უფროსებიც მოვლენ. ნასია, გთხოვ, გაჩერდი. ახლა დალევთ წყალს და ყველა გახვალთ ჩემი მაღაზიიდან. რა ამბები მომიწყეთ აქ? მია, დამშვიდდი, ნასია, გესმის, აღარანაირი ისტერიკები. თუ გინდა რამეს გიყიდი, დავაბრუნე კაბა. დიანა, შეგიძლია მაღაზიაში მიყიდო რამე? მაშინ ხო, ნასია, რაც გინდა აარჩიე, მაგრამ 20,000 დაბლა უნდა იყოს, 10,000 მაინც უნდა დამრჩეს. დიანა, მადლობა, კარგი, ეგ მართლა გამახალისებს. ახლა გამოვეწყობი და აის დავენახები და ნახავს რა დაკარგა. ჯანდაბა, შესვენება დამთავრდა დიდი ხნის წინ. დიანა, აი წყალი მოვიტანეთ. მგონი აღარ სჭირდება ნასიას წყალი. დიანა, იქნებ ეს? ან ეს? ან იქნებ აი ეს? ან ეს ლეოპარდის პრინტით? გოგოებო, დაწყნარდით, ნასია კარგად არის. დიანა, იქნებ დავბრუნდე სკოლაში. გოგოებო, ხო, მაგრამ მასწავლებელმა იქს აღვხსნით, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. ხო, გაკვეთილებსაც აღარ დავესწრებით და კალათბურთელებსაც ვერ ვნახავთ. ხო, არ დაგველოდებიან. გოგოებო, ვიცოდით რომ აქ იპოვდით. ხო, ეს ქალების სტანისამოსის მაღაზია, თქვენ აქ არაფერი გესაქმებათ. გოგოებო, მასწავლებელი მაიკი გეძებთ. ხო, იმიტომ რომ ინგლისურის გაკვეთილზე არ მისულხართ. სმაილ, რა კარგია რომ მოხვედი. ერთი სვიტრი მომეწონა, წამოდი, აუცილებლად უნდა გაჩვენო. წამო? არა, რა სვიტრი, მასწავლებელი მაიკი გელოდებათ, თან ამის ფული არ მაქვს. სმაილ, შეხედე, რა საყვარელი ლურჯი სვიტრია. ჩემი თეთრის მსგავსია, მინდა, მოგწონს? არა, დიანა, არ მომწონს, გარეთ დაგელოდებით. მოიცადეთ, წაიყვანეთ, თქვენი მეგობრები გამაგიჟებენ. სმაილ, სხვა რაღაცასაც გაჩვენებ, მოიცადე. მორჩა, მასწავლებელმა იქთან მეგობრობა. ვა, ეს მაგარია, მასწავლებელმა იქთან პრობლემა მარტო ჩვენ არ გვექნება ბიჭებსაც. ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭერეთ ზარს. ახლა უნდა წავიდეთ. კარგად. გოგოებო, ეს კაბა ავიღო თუ ეს? მოიცადე, მე დიანა რომელი ავირჩიო? მე მგონი ეს.